გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 40 წლის თემურ რამიშვილმა მეუღლე 29 წლის ნატალია რამიშვილი თავში ნაჯახის ჩარტყმით მოყლა. შემდეგ გვამი საცხოვრებელ სახლში შეიტანა და ცეცხლი წაუყიდა. მკვლელობა რამიშვილმა 2 მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ჩაიდინა. რამიშვილის შემთხვევის ადგილზე აიყვანეს, მან დანაშაული აღიარა. მოვედით იმ დროს რომ ბავშვები კიოდენ დედიკო მოკლესო არ მოკტე დედიკო არ მოკტეო და გამოვედით რა გჭირარიან ბავშვებთან ასეო ცეცხლი წაუკიდაო მამაჩემაო და მოკლაო და თემური რა გჭირს ბიჭო რა ებს აკეთებ მეთქი და აიგიო არ გავახარებ მაგასო იგიო დავჭარი ახლა მაგიო და ცეცხლი წაუკიდე და აგერ უკლაო ხობი მოდიოდნენ სულ ხობოდნენ პატროლის ბერჯელა ნამყოფი მე ვიდა მილიცია თვითონ არ სარგაქცეულა იდგა და თვითონ ამბობდა რეაქცია რომ მოვედით ჩვენი მოსვლის შემთხვევაში სახლი იყო მთლიანად ცეცხლი გახვეული და მეზობლები და ხალხი ვიროდა რომ ქალია შეგნიცო და დავიწყეთ მუშაობა და ის თვითონ მისი მეუღლეც აკტრიალებდა ჩვენთან ერთად და შემდეგ თქვეს რომ ჭვიანობის ნიადაგზე მოუკლავსო ქალიო და გაუგიდებია სახლისთვის ცეცხლი და ჩვენს მიერ არის შემქრალი სახლი და პატარ-პატარა გერები კიდევ არ დარჩენილი და ველოდებით მიცვალებულის გამოსვენება. მკვლელობას ოზურგეთის რაიონული პოლიცია იძიებს.